რაღაცა დოზით თავისუფლებასთანაც ასოცირდება დღეს ჩვენ ქვეყანაში ნარკოტიკი. ხო, ბევრი უაზროდ იყენებს. ასეთი ძალიან მაგარი რამე გაქვთ, რა თქმა უნდა, რომ არ არსებობს უვნებელი და გემრიელი ნარკოტიკი. რატო უჩნდება ადამიანს სურვილი? ჰორმონები. ნეიროტრანსმიტერების გარკვეული დეფიციტი ადამიანს აქვს. მოკლედ რო გითხრათ, არსებობს ასეთი თეორია, რომელსაც მეც ვიზიარებ, რომ ადამიანს აქვს გარკვეული ნივთიერებების დეფიციტი ორგანიზმში და ცდილობს სხვადასხვა გზებით ამ ნივთიერების დეფიციტის აღმოფხვრას. პირობითად შემიძლია თქვა დოფამინზე, ასეთი თემა, სხვადასხვა გზით ადამიანი ორგანიზმი ცნობიერად ან არაცნობიერად, ახლა ეს არ არის ყოველთვის ცნობიერი არჩევანი ნარკოტიკთან და სხვა ფაქტორებთან ბმა. ცდილობს ორგანიზმი, რომ ეს რაღაცა გამოიმუშაოს, რაღაცა გზით, მაგრამ სამწუხაროდ ეს არის ძალიან რისკით და სავსე და მოლიპული გზა, მაშინ როცა გარკვეულ ეტაპზე ორგანიზმი უბრალოდ წყვეტს ამ ეგრეთ წოდებული ბედნიერების ჰორმონების გამომუშავებას იმ ღაღიზიანებლის გარეშე. ეს მე მაინც მგონია, რომ უფრო ეს ნეიროტრანსმიტერული ჰუმორული პრობლემებია ამასთან დაკავშირებით, ვიდრე თქვათ ქცევის და თქვათ განათლების და ასე შემდეგ. თუმცა, რა თქმა უნდა, სოციალური გარემო და განათლება და ინფორმაცია არის უდიდესი ფაქტორი ამაში ყველაფერში და მათ შორის პირველ რიგში, რა თქმა უნდა, განათლება, იმიტომ რომ მე ყოველთვის ასე ვთვლიდი და ახლაც ამ პოზიციაზე ვარ, რომ რა თქმა უნდა რეპრესიული, ერთმნიშვნელოვანი რეპრესიული და მკაცრი ნარკოპოლიტიკა მარტო კონკრეტულად აღებული, მარტო რეპრესიული მდგენელი არის აბსოლუტურად უეფექტო, მაგრამ ისევე როგორც განათლების და ინფორმაციის გარეშე. ეს ყველაფერს თავი დავანებოთ, ძალიან უპასუხისმგებლო საქციელია სახელმწიფოსგან თავისი მოქალაქეების მიმართ, როცა თქვათ რაღაც კონკრეტული მიმართულებებით ხელმისაწვდომობა არის მაღალი და ინფორმაციის დონე თუ რა რისკებთან არის ეს ყველაფერი დაკავშირებული, არის დაბალი. მაშინ იქნება დისბალანსი და მაშინ იქნება ძალიან ცუდი ნარკოსიტუაცია. მე ვლაპარაკობ ჩვენ საზოგადოებაზე და ჩვენ ქვეყანაში. ზოგადად, რა თქმა უნდა.